მოგესალმები მაყურებელს მივესალმები განსაკუთრებით იმ მაყურებლებს ახლა ციხეში რო არიან გამომწყლეულები სინდისის ნამუსის პატიმრებს ხნეობა სკისურვებთ გულახდილად რო თქვა ეს ადმინისტრაცია არ უნდა შექმნილიყოს უთავიდან ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო ავტონომიურ ოლქს ვლაპარაკობთ ბატონო მაგრამ იმ კონტექსტში როგორც შექმნა იყო შეცდომა, ეხლა ეს გაუქმება არის პირდაპირ, რავი, დღეს დუგინი ავტონომიური ოლქი საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა. არა, 2007 წელს რო აღადგინა სააკაშვილმა ქარქუსოვი ადმინისტრაციაზე არ არის მხოლოდ საუბარი. ადმინისტრაციაზე ლაპარაკი. ავტონომიური ოლქის სტატუსი. ის არ უნდა შექმნილიყო თქო ეს ქარქუსოვი და მეორე რო იყო ვიღაც ანაკოევი და ეს ვიღაც თაღლითები რო იმას ქნეს და რატომ არ უნდა შექმნილიყო? არ უნდა შექმნილიყო ხა ეს გზელი თემა, არ ვარგოდა ეს იდეა, ძალიან ცუდი იყო იმ იმისთვის სამხრეთ ოსეთის სახელიც არ უნდა აღდგენილიყო წინა ხელისუფლების ეს წოდო არის უდაოდ. რატომ მოკლედ რომ მითხრათ არ გვინდა ეხა ამაზე ლაპარაკი. რატომ თუ მაგრამ შეცდომა იყო თავიდან ბოლომდე იმ რა. ხო და რატომ იყო შეცდომა? ერთი არგუმენტი მაინც მითხარით. რა სამხრეთ ოსეთი სადარსებობს სამხრეთ ოსეთი ბუნებაში არის სტალინის მოგონილი ტერმინია სამხრეთ ოსეთი. არასოდეს არ არსებობდა ორი ოსეთი. ოსეთი არის ალანია იქ სადაც არის კავკასიის დარი-ალანის იქით, ანუ დარი-ალის ხეობა და ნიშნავს ოსთაკარი. იქ იყო ოსეთი ყოველთვის, არასოდეს ოსეთის სხვაგან არ ყოფილიყო. აფხაზეთის სულ სხვა რაღაცა იყო და ეს იყო სიაფანდობა, ეს მოიგონა სტალინმა, არანაირი ოსური სახელმწიფოებრივი თუნდაც ავტონომიური წარმონაგნია არასოდეს არ ყოფილა. უბრალოდ ჩვენი სახელმწიფო როცა სუსტებოდა ხოლმე ქართლის სამთავრო მაშინ ოსები კარგი მეომარი ხალხია რაც მართალია მთიდან აწვებოდა და ქართლის იმ ტერიტორიას იკავებდნენ ხოლმე ალანები ხო არანაირი სამხრეთი და ჩრდილოეთი და შუა და მარცხენა და მარჯვენა არ არსებობდა შესაბამისად ასეთ რაღაცები თამაში სააკაშვილის მიერ იყო შეცდომა და თან მით უმეტეს რომ ჩამოიყვანა ის თაღლითები ის ქარქუსოვი არ გახსოვთ და რაღაცა ფანდარასტი და მანდარასტი მაიმუნობა იყო ეგ პირიქით სხვანაირი გეზი უნდა გაგრძელებულიყო ოსებთან ურთიერთობა იყო ძალიან დამთბარი ერგნეთი კი თავისთავად უშინაარსო რაღაცა იყო კონტრაბანდა იყო მამაძაღლობა მაგრამ ამან აღადგინა ურთიერთობა ჩემი ახლობლები ცხინვალის გავლით დადიოდნენ რაჭაში და ცხინვალში ჩასვლან შესაბამისად ეს მაშინ შეცდომა იყო მაგრამ ეხლა ამათმა გააუქმეს იმიტომ რომ კი ბოდიშის გაგრძელება აი ესე გიკეთებენ რუსები და ვიღაცა დუგინები და ნაციზმები და ეს არის სამხედრო სალამსაძლევი ბატონო თქვენი ახლობლები იმიტომ დადიოდნენ ცხინვალის გავლით რომ ჩვენი ტერიტორიაა ის და ჩვენი ტერიტორია იყო მაგრამ სახელში ტერმინში ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არასოდეს სამხრეთ ოსეთი არ უნდა აღედგინა ეს სააკაშვილს არა მით უმეტეს ახალგორი არ უნდა შეიყვანა იმ ადმინისტრაციულ საზღვრებში არავითარ შემთხვევაში იმიტომ რომ ახალგორში ხო საერთოდ ოსის ჭაჭანება არ იყო და აგერ 90-იანი ანუ სწორად მოიცა საქართველოს ოცნება ესე გამოს არა არ გესმით რას გეუბნებით მაშინ იმ კონტექსტში აი ამ ადმინისტრაციულ რაღაცა ხევანდელობაზე თავის მოტყუების ებიჯო მაცალეთ ერთს მეკითხებით მე მეორეს გეუბნებით რომ იმ კონტექსტში რამდენიც მახსოვს 2007 ჩავდგა შეცდომა იყო არავითარი სამხრეთ ოსეთი არ უნდა აღდგენილიყო ეს იყო შეცდომა დავარქვათ ამას შეცდომა იმიტომ რომ იყო ამ შეცდომის გაუქმება და ანულირება დღეს სწორია ანუ ეს ხელისუფლებაში როგორც კი მოვიდა ქართული ოცნება მაშინ რომ გაეუქმებინა მაშინ ვიტყოდი რომ კი ბატონო სახელმწიფოებრივად დარდობენ თქო მაგრამ ეხლა ეს არის ფსბ-ს დუგინის და ვიღაცა მამაძაღლების დავალების შესრულება აღიარებამდე შეიძლება მივიდეთ ჩვენ ისეთი პირი უჩანს. რატომ და აბანახეთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბოლო დროს სურას იმეორებს ცეცხლის შეწყვეტის ცეცხლის იმის რა ქვია ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე. ბოდიში მოიხადეთ. ეს ტუტოცური კომი მოიხადა ივანიშვილმა და მე რა მაქვს სოფლები რო გადაგვიბუგეს. წამოვიდეს ერთი ბიძინა ივანიშვილი ან ქართული ოცნებიდან რომელიმე წამოვიდეს აბა ერთ დურბინდით მაინც გავხედოთ აბა ქურთა მანახოს სად არის აბა კეხვი მანახოს ან თამარაშენი ან ქემერტი არა თუ გადაწვეს არა თუ გადაბუგეს მიწასთან არის გასწორებული იმათთან ამაქვს მე ბოდიში მოსახდელი მარადიორებთან და იმავნებლებთან ვინც ეს ჩაიდინეს ხალხი რო აწამეს და დახოცეს ან წუხელიძე რო აწამეს არაფერი იმათთან საბოდიშო არ ამაქვს ეხა არის გაგრძელება ეს ამბავი აი დებილები რო არიან ქართული ოცნების ბევრი მხარდამჭერი დაუღიათ პირი და ის უპი მაქვს უსაბჭა აი ამ ცალტვინების გასაგონად მინდა ვთქვა რომ მიდის საქმე იქამდე რომ ჩვენი სახელმწიფო წულუკიანის კომისია შემთხვევით კი არ იყო შექმნილი ბოდიშები რო ვიხადეთ ბოდიშების გაგრძელება იყო მიქამდე მივარო აღიარებენ ესენი სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს და ამოუკიდებელ სახელმწიფოებად ხო და იმასაც დადგებიან მე ის სუპი რო არა აქ სახში და სუპი რო უხარია და ის რო მილიონერია და სახში რო ოქროზოდებია გამოტენილი მაინც რო დაუღია პირი ხო აი ეს დებილები გამოვლენ და მე იყრიან რომ აბარაო კაცო რა ჯანდაბად გვინდა ოსეთი და აფხაზეთიო
კი ბატონო. აი მაგას იტყვიან, აქამდე მიდის ეგ არა გაყინული აქვს ტვინები, ამ ქართულ ოცნებაში არ ვიცი მე რა ზომბები უყურებენ იმას, რა ქვია, სხვა არხზე მაინც გადართულ და დაფიქრდნენ მაინც რას უშვება ქართული ოცნება ქართულ სახელმწიფოს. ევროპული პერსპექტივა არის, ის კი არა მართლა. ვის რა ჯანდაბათ უნდა ესენი ერთ გამაგებინა, რომ თან შაბათ-კვირას, ყოველ შაბათ-კვირას იქ დადიან საგულაოდ. ცოლები ამერიკაში და ევროპაში დაყავთ სამშობიარო და იძახიან ევროპა გაყვრნისო. რო ჩადიან რა შუშას ჭამენ თუ აფარებული აქვს რკინა უკან ეგრე ჩადიან რო ტრაპზე იქ ვიღაცა კაცები არ მიყვარს ვეღარ წაიყვანენ იმიტომ რომ პირდაპირ და უღია დამათაც პირდაპირ გარყვნილია ევროპა ვაიმე რუსეთზე გარყვნილი ქვეყანა რუსეთი იმიტომ ენატრება ყველა ქართველ კაცს რომ გარყვნილების მე წაფერს არ ჩადიოდა იქ და იაფად იყო ეს რუსი ქალები და ბოზები მეტი კი არაფერი მაგიტო მეტი აფერი არ ხდებოდა იქ ყველაზე გარყვნილი ყველაზე ლოთი ყველაზე ნარკომანი და ყველაზე გათახსირებული ქვეყანა დედამიწისზე ერთმოწმუნე არა კვატი რომელია იქ ერთმოწმუნე პატრიარქი ხავთ ორ-ორი როლექსი უკვე 200,000 დოლარიანი სად სულიერება და სად რუსი გაგიგიათ? რუსი და სულიერება გაგიგიათ? იმდენად სულიერები არიან რომ გადახნეს და მიწასთან გაასწორეს ჩვენი ქალაქები და ესენი დგანა კი სუპი მაქვს უსავჭამ აბა ეხა ერთ მორწმუნეა ევროპაში ჩადი ნახე ვინ მოგზდევს ვის რა ჯანდაბად უნდა შენი გაუპატიურება ერთ უძმა ხარ თუ რამე გათახსირებულობა და მამაძაღლობა რუსეთშია და ესენი დგანან და იმაშვებია და ძალიან მაინტერესებს ეხლა რა სიტყვიან როცა იმას აღიარებენ სამხრედოსაც თავი ხო დაუხარეთ ბოდიშები ხო უხადეთ ეს კომისია ხო შექმნეს მამაძაღლური იტაც იურიდიული საფუძველი შექმნეს ეხლა ეს ყველაფერი ანუ ამ გაუქმებით აღიარება უფრო გაადვილდება გაძლიერა აბა რა გეუბნებით რომ როგორ შექმნა იყო მაშინ შექმნა არა ეს არ უნდა შექმნა კონტექსტ ხო გააჩნია რა მაშინ თუ ამ გაუქმებით აღიარება უადვილდება რუსეთის ფედერაციას და ქართულ ეხლა სხვა კონტექსტია ეხლა ამ ტენდენციას ვერ ხედავთ ბოდიშებს რო ხთეარ ნუ გადაუბრუნდებით იგლხილსთან მინდა გადავიდეთ იგლხილსი არის ის კომპანია არაბული რომელსაც აი მაგაზეც რა დაუბრუნდით აი მდიდარი არაბები შემოვა აი თქვენ პატრონს უბედურ 12000 ეღირებო კვადრატული მეტრი რას იყიდით ერთი ძალიან მაინტერესებს არაბებს ბიჭო და ის რომ გამოვიდა ისა ახლა გააკეთა კობახიძემ და მე გავაგრძელოთ ამაზე აუცილებლად საუბარი ირაკლი კობახიძე იგილხილსთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე პროპაგანდისტულ არხთან ამბობს მთელი ცინიზმია რომ პარტია ლელოს ლიდერს თავად ჰქონდა გაფორმებული სახელმწიფოსთან ხელშეკრულება საქმე ეხება ანაკლიის კონსორციუმს და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას რომელიც ზუსტად იგივე წესით იყო გასაიდუმლოებული ახლა ეს ადამიანი რომელმაც იცის რა წესით ხდება ასეთი ტიპის ხელშეკრულებისთვის საიდუმლოების სტატუსი ის მინიჭება სპეკულირებს, ანუ გამოდის, რომ აი ქვეყნის დასავლეთისკენ გამავალი კარიბჭე, რომელიც უნდა აშენებულიყო და ახლა შავ ზღვაში ამერიკული კი არა, მთელი მსოფლიოს წამყვანი ტანკერები უნდა იდგეს, რომელიც დაბლოკა და გაანადგურა ქართულმა ოცნებამ, აი ამ რეკრეაციული ზონის და 9 მილიონი კვადრატული მეტრის გადაცემას აიგივებს პრემიერ-მინისტრად. რა სამარცხვინოა, რომ კაცი პრემიერ-მინისტრს თავის თავს მაინც ხო ეძახის და ვიღაცა ცუციკებიც ხო ეძახიან. პრომო ბიჭუნად არის გადაქცეული არაბული კომპანიის. გაგიგიათ? არაბული კომპანიის პრომო ბიჭუნა ტიპი ვიდეოებს წერს, რომ აი იცით რა კაი ჯერცი სად არის, მან ინვესტიცია აფიორა თავიდან ბოლომდე. აი ქალაქები არ უნდა აშენდეს. ჩვენი წინაპარი ხმლით იბრძოდა და სისხლიდა. წანისის ტყეპარკი ქვია ეს ოხერი. თან დააკვირდით რა ორ საფრთხილო რეგიონთანა. არ მინდა რაღაცები გავართულო. ერთი არის ქვემო ქართლში, მეორე არის აჭარაში. აბა კარგად და იქ შემოდიან არაბები. სადაც ხვირს ვერ შეყოფს ერთ-ერთი ქართველი და ჩუქნიან ამ მიწაწყალს. ჩუქნიან ეკოლოგიას რო დაანებო თავი, ვინმე თუ ყოფილა უბრალოდ ნაგვითა, უპატრონობით არის. ჯერ საპატრიარქოს ტყეპარკი რა თუნდოდა ერთი მაგრად მაინტერესებს რა. რაში ჭირდებოდა საპატრიარქოს, მაგრამ მე გაცვალეს ბობოყვაჩი უნიკალური სივრცეა, უბრალოდ არის მიგდებული, მოულელი კუნძულებია. ეკოლოგიას რო თავი დავანებოთ, მაგრამ რატო უნდა დავანებოთ? მე ისტორიული არა ვერ დავანებოთ, იმიტომ რომ თბილისი ნიავდება მაგ ტყეპარკს. ძალიან მაგარი ადგილი არის. ეკოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მაგას რო თავი დავანებო, პრემიერ-მინისტრი გამოდის და აქებს და ადიდებს ამ არაბულ სიაფანდობას. ბევრი ქვეყნიდან, ევროპული ქვეყნებიდან გააგდეს. ვიქტორ ორბანის ქვეყნიდან გააგდეს, ამათი ძმაკაცი რო უნგრეთიდან გამოაგდეს, სერბეთიდან გამოაგდეს, ალბანეთიდან, იმიტომ რომ თაღლითები არ გამოაგდეს უბრალოდ პირობები არ შეასრულოს. ხო, თაღლითები არიან და მანდარი და ერთი მაგარი ამბავია. სად ანაკლიის პორტი? ბიჭო, იქ არაბები კი არ უნდა ჩასახლებული იყვნენ, ქალაქი კი არ უნდა შემოსულიყო, გემები უნდა შემოსულიყვნენ. გემი ნიშნავს ტვირთს, ტვირთი ნიშნავს
იმას რომ გადაზიდვის ახალი ინფრასტრუქტურა ებმება, რკინიგზაზე დატვირთვა მოდის, საავტომობილო გაზიდვაზე დატვირთვა მოდის, საავიაციოზე ქუთაისის ჰაბი კიდევ უფრო გაძლიერდებოდა, ქუთაისის აეროპორტი, უამრავი ადამიანი ჩააოხრეს, გააფუჭეს იქაურობა. 2021-ში გემი უნდა მოსულიყო პირველი, დიდი ღრმარწყლოვანი და 4 წელი აი უკვე ისეთი ამბავი უნდა ყოფილიყო, 10,000-ობით ადამიანი დასაქმებული უნდა ყოფილიყო. სად ეგ და სად არაბებს მიწაწყალში ქალაქები უნდა აშენებული. ბევრი რაღაცა უნდა. პორტი არის სხვა რაღაცა, ისევე როგორც ნამახვანიც არ შეიძლებოდა იმის გაჩერება, მე თუ მკითხავთ. იქ ჰესი იყო. კაცო, თურქები კი არ უნდა ჩამოსახლებული იყვნენ. ჰესი უნდა ყოფილიყო, რომლისგანაც ელექტროენერგიას მივიღებთ, სიკეთეს მივიღებთ იმ ინვესტიციისგან. აქედან რა არის სიკეთე? რომელი სუბსავჭამ, რომელი მათგანი იყიდის ერთი ეგენი, აი სუპრის ფჭამლები იმაში $12,000 კვადრატული, მაგრამ ამ ყველაფერს თავი დავანებოთ. მოდი, არ მინდა კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, არა ვარ მე ქსენოფობი, არავითარ შემთხვევაში, მაგრამ არც ერთი სხვა ერის და სხვა მოქალაქის ქალაქები მე აქ არ მჭირდება. განსაკუთრებით გონიოში. მით უმეტეს ბოდიში ეხლა არაბების რა. ეხლა შეხედეთ გონიოში 2 საფრთხილო რეგიონზეა თქო ლაპარაკი. 2 საფრთხილო რეგიონზე ერთია ქვემო ქართლი, მეორე გონიო, არ მინდა აჭარა, არ მინდა ეხლა რაღაცების კიდე გამძაფრება, მაგრამ ხო რანაირ ვითარებაში ვართ. და აქ მოდიხარ და არაბებს და თან ყველაზე მთავარი, მოდი ეხლა ეს ყველაფერი გავწიოთ იქით. ძალიან მარტივი ამბავი, რაზეც ეწვის კობახიძეს და ეხლა რაღაც ხაზარაძე და ანაკლია გაასაჯაროონ ხელშეკრულება. ხო ძალიან მარტივ რაღაცას ვითხოვთ. იქნება მეჩვენება და რაღაცები მომელანდა და რაღაცა არაბები მომზდევენ და რაღაცა ჩემი შიშები და მეც ყველას დაგვეწყო შიშები. გავწიოთ ეს ყველაფერი, იქნება რაღაც გიჟები ვარ ჩვენ. ხელშეკრულება გაასაჯაროონ. რას ქვია? 9 მილიონი კვადრატული მეტრი ჩვენი წინაპრით, კობახიძის წინაპარი ეტყობა იქ ის არ ღვრიდა. ეტყობა ისინი მოდგმა ჰქონდა და მოღალატეობრივობით იყვნენ დაკავებულები, როგორ ჩანს. და ჩემი წინაპარი, შენი წინაპარი და ჩვენი წინაპრები სის ღვრიდნენ ზუსტად კწანისშიც და ზუსტად აჭარაშიც და ზუსტად გონიოშიც. იბრძოდნენ რომ მიწაწყალი შეგვენარჩუნებინა, მაგრამ გაასაიდუმლო ეს ხელშეკრულება და გვატყუებენ არანაირი ინვესტიცია ეს არ არის. არანაირი ფულს ისინი არ დებენ. ეს არის ჩვეულებრივი დეველოპერები. ცოტა დაგჭა და მინდა მოვასწრო აუცილებლად ემიგრანტებისთვის ხმის უფლების წარწერის თემა. მაშინ როცა 30,000-მდე არაბი შეიძლება ძალიან მალე გასახლდეს საქართველოში. მაშინ როცა 200,000-მდე მარტო მუშა ჩამოყავთ მაგათ. გაცილებით მეტი ადამიანი დასახლდება იქ ორ ქალაქს აშენებენ. ხო, 200,000-მდე რუსს უკვე რა ვიცი, თავისი ოაზისი აქვს შექმნილი საქართველოში, მათ შორის ბათუმში, ქუთაისში, თბილისში, ძალიან ბევრი ისეთ ქალაქებში, სადაც რუსებთან დადებითი ურთიერთობებით არ გამოირჩევა მოსახლეობის უმრავლესობა. მაშინ როცა საქართველოსდან გადის უამრავი ადამიანი, 1,5 მილიონი ემიგრანტს ეკრძალება ხმის უფლება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 1,5 მილიონიდან 95,000 იყო დარეგისტრირებული, 95,000-დან მხოლოდ 30% მივიდა არჩევნებზე, მაგრამ 32,000 მივიდა როგორც მახსოვს. 32,000 მივიდა არჩევნებზე, მაგრამ ამ ადამიანებსაც კი ეკრძალებათ უკვე არჩევნებში მონაწილეობა. რას უკავშირდება ეს? რა გამაღიზიანებელი ფაქტორი და მექანიზმი აამუშავა ახლა? ქართული ოცნება, ჩვენ ვამბობდით ამას რა. ხო, ვამბობდით, რომ ესენი თვითმმართველობის არჩევნების პირწმინდად მოგებას ეცდებიან, ასეც გამოვიდა, სხვები დაეხმარნენ, ნაწილი ოპოზიციის ამაში სამწუხაროდ. თქვენ ამბობთ, რომ ის ოპოზიცია, ვინც არ გავიდა არჩევნებში, დაეხმარა, თქვენ არა. რომელშიც ზოგი ნებით, ზოგი უნებლიეთ გაეხვია და ხალხსაც ანუ ამაში კიდევ ერთხელ დაეჯერებინა, რომ 8 საათზეც გაიხსნებოდა და რა ვიცი, თავფარავნელი ჭაბუკი ჩამოვიდოდა, რავი, ბაზალეთის ტბიდან აკვანი გაიხსნებოდა, რაღაც ასწაული მოხდებოდა. შორის ძალიან ბევრი აჯანყება ჩავარდნილა მაგ იმედით საქართველოში და ყველას ნუ გავლანძღავთ ახლა ძალიან ხოთ, რა ვიცი, 1924-ის, 1832-ის რაშუაში მაგის პარალელი ხა ეს. იმ შუაშია რომ 4 ოქტომბერს თქვენ ცის გახსნას უწოდებთ ადამიანების იმ განგუცხო განზრახვას ავანტურაში ზოგი ნებით თქოდა, ზოგი გულწრფელად და ზოგი შეგნებულად როგორ ჩანს, იყო მოგზავნილი იძახდა, რომ მაინც და მაინც 4 არჩევნების დღეს რო დაამთხვიეს, ეს ავანტურა რო არის 8 საათზე ცხრის წუთებზე ტყვეები მომგვარი და გაიხსნება, ეს იყო ავანტურა თავიდან ბოლომდე. თავიდან ეს იყო რუსული სპეცოპერაცია. ესენი ემზადებიან ადგილობრივ იმის ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად. მერე იტყვიან უცხოელებთან, უნდა თავი გაიправონ, ამათ აწუხებთ მუხლი, რომელიც არის კონსტიტუციაში 78 მუხლი, სადაც წერია, რომ საქართველოს ყველაფერი უნდა გააკეთოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის. როგორც ჩანს, რუსები მაგაზეც აწვევიან და უნდა საკონსტიტუციო უმრავლესობა. ანუ 113 ხმას უმცია.
ანუ გაიმარჯვებს ადამიანთა საპარლამენტო არჩევნებში თან მე გამოვლენ და იტყვიან რომ აგერო ადამიანელი არჩევნები ჩემო ბატონო ხო ითხოვდა ოპოზიცია აგერო ადამიანელი არჩევნები ანუ ამ არგუმენტსაც მოხდყვენ და ამათ ხელში აქვთ გაჩხერილი რამდენიმე ფაქტორი და ერთ-ერთი ფაქტორი იყო ემიგრაცია რომ აღრენილია ამათ წინააღმდეგ და რომ ვერაფერს ვერ უხერხებს იქ ვერც აშინებს ვერც ზეწოლას ახდენს ვერაფერს ხო ისერი მოუგრიფეს. მაგრამ მათი ხმები რო გადამწყვეტი არ არის ალეკო. არ არის გადამწყვეტი, მაგრამ ყველა ხვრელის და მაშინ რატო წვალობენ, ხო? იმიტომ რომ არა აქვს თავისი ელექტორატი სრულად მობილიზების და აქ თუ ხალხმა იხულა და არჩევნებზე მივიდა, აფერი არ უშველით ამათ, არაფერი არ უშველით, მაგრამ ეხლა უნდა ჩაკეტონ რაღაცები. აგერ მე და აგერ თქვენ ესენი ამას ვამბობდით ეს ინფორმაცია გქონდა ეხლა ვერ გეტყვით რომ ეხლა ბიძინა ივანიშვილს უყურადებდი მაგრამ რაღაც ინფორმაციაც გქონდა ლოგიკაც იყო და ამას ვამბობდით კიდევაც რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ განსაკუთრებით რაც თბილისს გაიფორმებდნენ სამწუხაროდ მერე დანიშნავდნენ გაზაფხულზე და ეს პირი უჩანს რომ ადამიანელი არჩევნები იქნება და გეუბნებით ამით ბევრს გამოაცლის არგუმენტს რომ აჰა ხო ითხოვდი ადამიანელ არჩევნებს აჰა იმას ვნიშნავ ამ ადამიანელ არჩევნებს არ გამოურიცხავ რომ პოლიტიკური ლიდერები ციხიდან გამოუშვან რომ მე თქვა რომ აჰა ეს მოთხოვნა იქნება ოპოზიციის ოპოზიციის მხრიდან ბევრი მოთხოვნა იქნება მაგრამ გეუბნებით დასავლეთის თვალში რეაბილიტაციისთვის და მე მაქსიმალურად ყველაფერს ჩაკეტავენ მე ისევ დაიწყებს ნაწილი აი ამ შემთხვევაში რასაც თქვენ ახლა პროგნოზირებთ გახვალთ არჩევნებში ისევ იცი რა თია აი ესეთი დამოკიდებულება იყო რამაც კალაძე 71% მიაღებინა პირდაპირ გეუბნების შენიშვნის სახით ამას ეხლა ხო გავიარეთ ეს გზა ხო ნახეთ რომ ბოიკოტმა იმუშავა კი არა ბოიკოტმა იმუშავა ქართული ოცნების სასარგებლოდ თბილისი რომელიც გული უსკდებოდა თბილისს ანუ ვერ გადაწერდნენ იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია გადაწერენ და აქ არა ვართ იმ დღეს რუსთაველზე რამდენი ხალხი იყო საარჩევნო უბნებთან დავდგარიყავით და ძმარს ვადებით და თბილისში არ იქნებოდა კალაძე იქნებოდა 2024-ში სად იყავით ირაკლი კუპრაძე და ოპოზიციური ბატონო 2024-ში ხომ აქ იყავით აქ ვიყავი კი უფრო მეტი უნდა მოგვენდომებინა უფრო მეტი უნდა სადაც ყველაზე რთული ისენია იქ უნდა დავდგეთ სად არის ნინო წმინდა მარნეული გარდაბანი თბილისში უფრო რთულია ამათვის გაყალბება ანუ თქვენ ამბობთ ახლა ქართული ოცნება შეეცდება გაიფორმოს გამარჯვება მიიღოს ლეგიტიმაცია როგორც ქვეყნის შიგნით ისე საერთაშორისო ასპარეზზე ამას ეცდება და მაინც გახვალთ ამ არჩევნებში ყველანი უნდა გავიდეთ და იქ უნდა მოუგოთ სადაც იმის იმედი აქვთ აი ეს დასკვნა ვერ გამოიტანეთ ორი ამბავი ან ამათ მიდიხარ და ამხობ მართლა და ყოფას უტირებ მაგრამ მაგას სხვა რაღაცეები ჭირდება და არა სასწაულის მოლოდინი ან უნდა გახვიდე და იმ მოედანზე მოუგო იგივე საარჩევნო ადმინისტრაციაში ადმინისტრაცია კი ძმარი უნდა ადინო ყველგან და ყველაფერში გინდა ადმინისტრაცია გინდოს რაც უნდა იყოს 2012 წელს სააკაშვილმა იკადრა ყველაფერი ხაშურში არ გახსოვთ ხუთები გარბუდა სააკაშვილი გადადგა 2012 ან მალაპარაკე ან მოდი ერთად დავждეთ და ორივე მწავთოთ და ვინ უფრო სწრაფად ილაპარაკებს მე კიდევ რაღაცას გეუბნები 2012 წელს რო გადადგა სააკაშვილი 2012 ნიავარი დავირაზმებით გწავლეკავთ ამას თავის იმიანად ცესკოს ადმინისტრაციან ვიღაცა მამაძაღლებიანად გადავლეკავთ გადაულით მაგრამ ამას უნდა მონდომება და არა ის რომ არიქა ეხა 8 საათზე მაიცა მე წამოვწვევი და ის ჩამოვარა ხო წმინდა გიორგი და შემაგივრად დაერევა და შემოსავს არ გამოვა ეგ ამბავი უნდა გავიდეთ და უნდა დაავლეწოთ ემზადებიან ამისთვის აი იქ უნდა მოუგოთ სადაც გონიათ რომ არხეინად არიან და მაგაში ძალიან დიდი მადლობა